არც სიკეთი არ იმალება, როგორც ბოროტება არ იმალება ხოლმე და საბოლოოდ სადღაც გამოავლენს თავს, სიკეთეც იმის გამო, რომ უამრავ ადამიანს ეხმარები, სადღაც მაინც გამოავლენს თავს და ეს იმიტომ კი არა, რომ ის პიროვნება გავიგოთ, ვინც სიკეთეს აკეთებს, არა, არამედ ადამიანები მაგალითი მივიღოს ფარული სიკეთის აღსრულების. ჩვენ სიკეთეს თუ ვაკეთებთ, გავაკეთოთ ფარულად. ჯერ გვიჭირს სიკეთის გაკეთება. გვიჭირს, არ არის ადვილი, მოდით ახლა ვიყოთ გურწფელი. რომ გასცემ, პირიქით იცით დიდი ალბათობით, რომ ის აღარ დაგიბრუნდება. არც იმ სახით, რა სახით გაეცი და არც სხვა სახით. ეს არის სიკეთე, თორემ თუ გაეცი და ფიქრობ, რომ ხვალზე დამიფასდება მე ეს სიკეთე ამ ადამიანის მხრიდან, რადგან ის დაიმახსოვრებს და აუცილებლად სიკეთით გადამიხდეს. ან თუნდაც მაგას არ ფიქრობდე და თუნდაც იმას ფიქრობდე, რომ აი მე დღეს სიკეთეს გავაკეთებ და მე ერთი არ დამტოვებს სიკეთისგან. ესეც არ არის, ჩვენ ხო ვიცით წმინდანების სწავლების მიხედვით, რომ ეს უკვე ღმერთთან არის ანგარებითი დამოკიდებულება, რომ ეს სიკეთეს გავაკეთებ, ღმერთო, ადამიანებს დავეხმარები და შენ დამეხმარე მე, როცა გამიჭირდება, როცა დამჭირდება, ვერჩი დამიდექი. არც ამის გამო არ უნდა გააკეთოს სიკეთე, არამედ სიკეთე უნდა გავაკეთოთ სრული უანგარობით.